თემა თავისუფალი თემაა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მაია ქრივიშვილი, პროფესორი, ისტორიკოსი. დიდ მადლობას გიხდით მაია, რომ ხართ ჩვენთან, გვითმობთ დროს. გამარჯობა, მოგესალმებით შორენა თქვენ და თქვენს მაყურებელს, მსმენელს, მადლობას მოგახსენებთ პირველ რიგში მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ. Რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ძირითადი თემა შეეხება საქართველოს დამოუკიდებლობას, დამოუკიდებლობის დღეს ირგვლივ ვისაუბრებთ. თუმცა სხვა აქტუალურ საკითხებსაც შევეხებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის მედიის ირგვლივ შექმნილ პრობლემებზე, გამოწვევებზე, რასაც თავისუფალი მედია აწყდება ამ ქვეყანაში. მინდა ასეთი კითხვა დავსვა მაია. 3 წლეულზე მეტია უკვე რაც დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ, ხო? ამ პერიოდის განმავლობაში რა ძირითადი გამოწვევების წინაშე ვიდექით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდა, ხო, ჩვენს ქვეყანას. აი ახლა ყველაზე მთავარი პრობლემა, ბარიერები, რის წინაშეც ვდგევართ ჩვენი ქვეყანა, ქართველი ხალხი. გამოწვევები არასოდეს არ გვაკლდა და არც ერთ სახელმწიფოს არ აკლია გამოწვევები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად შეაფასო ის სირთულეები, რაც შენს წინაშე დგას, რომ მერე მოძებნო სწორი გადაწყვეტილების გზები, პრობლემის გადაწყვეტის გზები. 35 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილიდან, როდესაც დამოუკიდებლობა გამოცხადდა რეფერენდუმის საფუძველზე, რა ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული აქტია, ისტორიული აქტია და უბრალოდ ერთი ცოტა უცნაურობა გვჭირს, რომ 26 მაისი უდიდესი დღესასწაულია 1918 წელს დიდი ხნის ნანატრი დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს, გადასწყდა, როგორც წერენ თვითონ, საქართველოს დამოუკიდებლობა 17 წლიანი რუსული რომანოვული იმპერიის ბატონობისა. მას შემდეგ იყო 70 წელზე მეტი ხნის რუსული კომუნისტური ბოლშევიკური დიქტატურა და ოკუპაცია, ანექსია და ბოლოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი. რა ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ 9 აპრილი არის ახალი საქართველოს დაბადების დღე. 26 მაისი უფრო ისტორიული თარიღია და მე ვიტყოდი უფრო სხვანაირი აღნიშვნა ეკუთვნის 9 აპრილს. ეს გასაგებია გარკვეული ისტორიული მოვლენების შედეგად მივიღეთ ეს მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. მაგრამ დამოუკიდებლობის დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი ათვლის წერტილი იმისა, თუ რომ ხარ სახელმწიფო და სახელმწიფო არ არის მხოლოდ ეს ქაღალდზე დეკლარირებული ინფორმაცია, ვიღაცებისთვის შეტყობინება, ეს არის საკმაოდ საპასუხისმგებლო ქმედება, როდესაც ხალხი, მოქალაქეები განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური კუთვნილებისა იღებენ გადაწყვეტილებას, შექმნან სახელმწიფო, თუ არსებობს ასეთი ის კიდევ უფრო გააძლიერონ და საკუთარი განაცხადია დანარჩენი სამყაროს წინაშე, რომ ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, ტერიტორია, სტრუქტურები და მოკლედ ჩვენ ვართ ჩვენ. ყველა სახელმწიფოს აქვს რა თქმა უნდა პრობლემები და ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ეს არის რუსული ოკუპაცია, რუსული ანექსია, რუსული ჰიბრიდული ომი, რომელიც გრძელდება და სამწუხაროდ მიუხედავად ჩვენი 35 წლიანი დამოუკიდებლობისა, რუსეთი არის ის ფაქტორი, რომელიც ყველგან, ყველა სფეროში, ყველა ინსტანციაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ასე შემდეგ რაღაცა ერთგვარი ფეხის წამოკვრის ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენ წასაბორძიკებლად და თუმცა თუ გავიხსენეთ 1992 წლიდან მოყოლებული ჩვენ გადავიტანეთ რამდენიმე ომი რუსეთთან. 1992-13 წლების ომი 13 თვიანი თუ მეტი არა ომი რუსეთთან აფხაზეთის ტერიტორიაზე და რეალურად ეს არ იყო არც აფხაზებთან ახლა რიცხოვნობიდან გამომდინარე ომი, ეს იყო რუსეთის რეგულარულ არმიასთან ომი, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და სხვათა შორის მოხალისეებმა და თითქმის ჩვილმა ქართულმა ჯარმა საკმაოდ წარმატებით გაართვა ამ ბრძოლებს და ომს თავი, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული და ვიცით რა მიზეზების გამო ხო რუსეთის უზარმაზარი
სახელმწიფო, რომელიც გვებრძოდა საკმაოდ ჩამოუყალიბებული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ჩვენ ყავდა რაღაც გაურკვეველი, გახლეჩილი საზოგადოება და არც თუ ისე მყარი და კარგი თანადგომა დასავლეთისგან და სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ის მოცემულობა, რომ აფხაზეთი de facto დავკარგეთ. და შემდგომ იგივე უფრო ადრინდელი მოვლენები ცხინვალის რეგიონში, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისევ ცხინვალის ტერიტორიაზე და საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. და იქ გამოცხადებულია სეპარატისტული რეჟიმების მიერ დამოუკიდებლობა, რომელიც აღიარა რუსეთმა და სულ რამდენიმე რუსეთის მარიონეტმა სახელმწიფომ. ეს არის უსერიოზულესი, უმძიმესი გამოწვევა სახელმწიფოსთვის ამდენი ომი, ტერიტორიული დანაკარგი და ყველაზე მძიმე რაც ჩვენ გვაქვს, აი ეს ყველაფერი ერთმანეთზე რაღაცნაირად ჯაჭვივით არის აღმული ტერიტორიების დაკარგვა 10,000-ობით ტოლვილი, 9 მილიონი ტოლვილი ყავს ჩვენ ორივე რეგიონიდან, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ამ ყველაფერსთან დაერთო ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, კოლაფსი ეკონომიკური, პოლიტიკური და ჩვენი მოქალაქეები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ საკუთარი სამშობლო და გადახვეწილიყვნენ უცხოეთში. ზოგი მართლა ლუკმაპური საძებნად, ზოგი უკეთესი ცხოვრებისთვის, ზოგი რა ვიცი, ყოველს თავისი მიზანი და მიზეზი აქვს. ეხლა არ არის ეს ჩვენი განხილვის და საერთოდ ჩვენი განხილვის თემა და ამან შექმნა სერიოზული პრობლემები. ჩვენ დემოგრაფიული პრობლემაც გვაქვს, ეკონომიკური თავისთავად, იმიტომ რომ ქვეყანაში ვერ შეიქმნა ვერანაირი წარმოება და ჩვენისთან აგრარული ქვეყანა საბოლოოდ ჯამში დარჩა ისე, რომ ჩვენ მივიღეთ სოფლის მეურნეობა, რომელიც არ გვაქვს. ეს რა თქმა უნდა პრობლემაა და დღევანდელი მოვედით დღევანდელობამდე, ალბათ თუ კარგად და ის სიტუაცია რაც გვაქვს დღეს, ხო ჩვენ გარდა შიდა გამოწვევებისა ქონდა გარე გამოწვევას და საბჭოთა იზოლაციის შემდეგ აღმოჩნდით სოფლიოს პირისპირ, რომელსაც არ ვიცნობდით, რომელსაც თუ ვიცნობდით ცუდად იმ საბჭოური პროპაგანდის წყალობით. ჩვენს ამ გამოწვევას დაერთო ზედ ის, რომ აღარ გქონდა მიხსიერება ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრების. ის 3 წლიანი ისტორია ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის, რომელსაც ხვალ აღნიშნავთ 26 მაისს, ძალიან მცირე იყო, მაგრამ ძალიან მყარი და ძლიერი. და ამიტომაც მთელი 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება ებრძოდა ამ მიხსიერებას, რომ ყველანაირად აღმოეპხვრა კვალი ჩვენი დამოუკიდებლობის, ჩვენი ბრძოლის რუსეთის წინააღმდეგ. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ მთლიანად ჩამოშლილი საზოგადოება პირველ რიგში, მაგრამ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უკანასკნელმა მოვლენებმაც ეს კარგად წარმოაჩინა. სხვათა შორის ყოველთვის რაღაცა კრიტიკული სიტუაციების დროს საზოგადოება დგას მოწოდების სიმაღლეზე სამწუხაროდ განსხვავებით ხელისუფლებებისგან. აი რამდენიმე რაღაც ძალიან მოკლე დროში ჩვენ ახალგაზრდებმა მოახერხეს საკმაოდ დიდი თანხის შეგროვება ბავშვების სწავლისთვის, ხო? ის რაც არ გააკეთა ხელისუფლებამ და ძალიან რაღაცა სამარცხვინო ყოველ შემთხვევაში არ მიკვირს მათგან, მაგრამ მე მიკვირს ჩვენგან რატომ პატიობთ ამდენ რაღაცებს ხელისუფლებას, რატომ იღებენ ხელფასებს, რატომ იღებენ პრემიებს და საერთოდ რატო გვეუფროსებიან, მოდი დავიწყოთ აქედან. და ჩვენ გვაქვს პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ და ყველაზე ცუდი მასმედიის მდგომარეობა, ახლა ხანს დაანონსებული რაღაც გაურკვეველი სკროლვა სკრინვის თუ რა ქვია სამინისტროს თუ განყოფილების შექმნა უпростоრად, რომელიც შეამოწმებს იმას თუ ვის დავცინე, ვის კრიტიკის თვალით შევხედე რა დავწერე. ეს არის ჩვეულებრივი ცენზურა, სხვა არაფერი, იმიტომ რომ ძირითადად ეს გათვლილია უფრო პიროვნებებზე და არა ზოგადად საზოგადოების ზდილობიანობის ამაღლებაზე. ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. და ჩვენი მასმედია, მაგალითად, ტელეკომპანია თრიალეთი, რომელიც რამდენიმე წელია დაყადაღებულია, რომელსაც არ აქვს საშუალება იმის, რომ არაძლევენ უпростоრად იმის უფლებას, რომ განაახლოს მაუწყებლობა, ისე როგორც ხდება კანონის პარაგრაფებში და 1000 სიძნელეს ხელოვნურად
ქმნიან იმისთვის, რომ მათ შეძლონ ეთერში გასვლა და ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის ზონაში მდებარე და ზონასთან მდებარე ტელეკომპანია, რომელმაც ძალიან დიდი საქმე გააკეთა იმ მოსახლეობისთვის, ვინც ყოველდღიურად უყურებს აი ამ ოკუპანტ ჯარისკაცებს, რომელმაც რაღაცა მართლმხლართები გაგვივლეს საკუთარ მიწაზე, საკუთარ წინაპართა საფლავებზე და ასე შემდეგ და საკმაოდ ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს მოკლედ გაკეთებული. ეს ხდება ხელოვნურად, ეს ხდება ვიღაცის პიროვნული ახირებების გამო სამწუხაროდ და ყველაზე კიდევ უფრო მეტად სამწუხაროდ ის არის, რომ სხვა დანარჩენი საშუალება მას-მედიის ოპოზიციური არ აშუქებს ამას სათანადოდ. მე მაგათად ყოველდღურად მიუძღვნიდი რეპორტაჟს თუ ძალიან ესეთი საპროტესტო თემაა შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ არ შეიძლება დაიჩაგდოს ვიღაც იგივე რამის გამო ვიღაცას უფლება მიეცეს აკეთოს ის რაც უნდა. ნუ როგორც ხდება მოკლედ. და ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემაა, სოციალური პრობლემა, რომელიც ვერასოდეს ვერ დაიძლევა თუ არ იქნება ის მთავრობა ხელისუფლებაში, რომელიც გაითავისებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის და საზოგადოების წინაშე, ხალხის წინაშე, მოქალაქეების წინაშე, რომ მთავრობებს ჩვენ იმიტომ ვირჩევთ, რომ ისინი ემსახურონ საზოგადოებას, გვემსახურონ ჩვენ. იმიტომ მათ ხელფას ჩვენ ვხვდით, ისევე როგორც ნებისმიერი ადმინისტრაცია ნებისმიერ დაწესებულებაში არსებობს იმისთვის, რომ თანამშრომლებს შეუქმნან შესაბამისი პირობები, იმუშაონ იმისთვის, რომ უფრო მეტად კარგი გარემო იყოს მუშაობისთვის. ისეთივე ადმინისტრაცია ხელისუფლებას ეს იქნება აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო და მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაც, რომელიც ვალდებულია ემსახუროს ხალხს, შექმნას კანონები, აღასრულოს კანონები, გაუმჯობესოს ყოველდღიურობა მოქალაქეების და სასამართლო იმისთვის, რომ დაიცვას სამართლიანობა და საკუთარი მოქალაქეების უფლება. აქედან გამომდინარე, ხო რომ დავწყეთ, ძალიან ბევრი პრობლემაა. განათლების სისტემაში რაღაცა საოცარი პრობლემები. განათლებაზე მინდა ამაზე დაწვრილებით კითხოთ, მაია. უბრალოდ მანამდე სანამ უშუალოდ განათლების საკითხს შევეხებოდეთ, მინდა გაიჟღერა, როდესაც საუბრობდით, რომ რატომ ვითმენთ ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან, რატომ გვეუფროსებიან. რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, ვახსენეთ მასმედიის როლიც, აი საზოგადოებამ თუნდაც ის, რომ ასე ვთქვათ, მართლა ამდენი რამე აღარ მოვითმინოთ, ხომ? ფაქტ თუ მოთმენა ჰქვია ამას, ხო? ხო, საზოგადოების როლი, სამოქალაქო საზოგადოებას გულისხმობ ძირითადად, რადგან დიდი ნაწილი მოქალაქეების გაჩუმებულები არიან, მათ შორის ფასებზეც და ასე შემდეგ. ის რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჩუმადა და არაფერი მესმის, ვერაფერს ხედავ და ვერაფერს ვერ ვიტყვი, ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ რაღაცა ძალიან ვიწრო საკუთარი პირადი ინტერესები, რაღაცა კონფორმიზმის ერთგვარი გამოვლინება შეიძლება ჩაითვალოს. ვიღაცის სამსახურის დაკარგვის ეშინია, ვიღაცას კრედიტები აქვს ბანკში და ამის გამო არ უნდა დაკარგოს სამსახური, ვიღაცის ნათესავი ოჯახის წევრი 1000 რამ. ან არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს და არ ედარდება ის, რაც ხდება ქვეყანაში. არსებობს ასეთი სამწუხაროდ. იმიტომ რომ პოლიტიკა არ მაინტერესებს, პოლიტიკამ არავის არ გვაინტერესებს, პოლიტიკა იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და პოლიტიკა ის რაც მართავს პროცესებს, ხო? და ამ ეს პროცესები ჩვენ გვეხება. კანონები იქნება, იგივე ფასები იქნება, იგივე განათლების სისტემა, თავდაცვის სისტემა, საპოლიციო სისტემა, ყველაფერი ჩვენ გვეხება. ჩვენია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო რომელიც ჩვენ არ ქონია მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში. ის სახელმწიფო, რომლის შექმნაც ჩვენ დავიწყეთ 91 წლის მერე, როგორც აღნიშნეთ, ძალიან ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია და კიდევ მოგვიწევს, იმიტომ რომ ესე მარტივად არ ხდება კეთილდღეობის მოტანა სახელმწიფოში, პირველ რიგში ეს მონდომებაზეა. სამოქალაქო აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. სამოქალაქო აქტივისტობა სხვა რამეა და სამოქალაქო აქტიურობა კიდევ სხვა რამე, ანუ მთელი საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ის უნდა გავითავისოთ, რომ ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო არის ჩვენი. ჩვენ ვართ მოქალაქეები, რომლებიც ქმნით
სახელმწიფოს წეღან აღნიშნე კიდევაც ხო ჩვენ შევთანხმდით რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ ცხოვრობთ ამ ტერიტორიაზე ვალდებულება გვაქვს დაცვის საკუთარი ტერიტორიის როგორც საკუთარი სახლის ოჯახის კეთილდღეობა უნდა შევუქმნათ ერთმანეთს და რაც თავარია ხელისუფლება რომელსაც ჩვენ ვნიშნავთ და ვირჩევთ უნდა ვაიძულოთ რომ გააკეთოს საქვეყნო საქმე ანუ საჩვენო მოქალაქეების საქმე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვანაირად არაფერი არ გამოვა სხვის სიჭირი ღობეს ჩიხირი ეს გავიარეთ და აღარ გვინდა უკან დაბრუნება და ამან გვაჩვენა რომ ჩვენ კარგი არაფერი არ გვეღებს ამიტომ რომ გაჭირვება ავადმყოფობა სიკვდილი ის არის რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერთან მოვიდეს მდიდართანაც ღარიბთანაც ლამაზთანაც უშნოსთანაც ახალგაზრდასთან მოხუცთან ხო ეს ცხოვრების კანონზომიერება არავის არ ინდობს არ არჩევს ასაკს და ქონებრივ ცენს ეს არის მნიშვნელოვანი ამით ვაიძულებთ იმიტომ რომ პოლიტიკური გემოვნება ეს კიდე ცალკე საკითხია ეს უნდა გამოვხატოთ ჩვენ არჩევნებზე და ის რომ ჩვენი მიერ არჩეული ხელისუფლება ჩადის შეცდომებს და ეს უკვე შეცდომები აღარა ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კასკადი და ძალიან დიდ უტიფრობაშია უკვე გადასული ეს ყველაფერი ეს ჩვენზე მოქმედებს არა აქვს რომელი პარტიის მომხრევართ ან არა ვართ უბრალოდ ვიღაცის მიმართ მეტი სიმპათიები გვაქვს პირველ რიგში სიმპათიები და თანადგომა უნდა გქონდეს საკუთარი ქვეყნის წინაშე და საკუთარი თანამოქალაქეების წინაშე იმიტომ რომ ჩვენ ერთ ქვეყანაში ცხოვრობთ ერთი ქვეყნის შულები ვართ და ვალდებულება გვაქვს რომ საკუთარი სახელმწიფო იყოს ძლიერი ეს ნიშნავს პირდაპირ პროპორციულად ჩვენ სიძლიერესაც, იმიტომ რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. შეიძლება მოგვეხმაროს ვინმე, შეიძლება თანადგომა გამოგვიცხადოს, ხო უამრავი დახმარება მოდის დასავლეთიდან, სადაც წავიდა, რა გავაკეთეთ? რა შევქმნით? სოფლის მეურნეობა, მრეწველობის რომელიმე დარგი განმავითარეთ, რაღაცა სფერო გვაქვს ისეთი, რომელთაც ჩვენ თავს გავიტან და ჩვენი ნიშა იქნება ესეთი ხო სამწუხაროდ არა მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში და მოხარული ვიქნები თუ ვწდები და არის და ვერ ვხედავ და აქედან გამომდინარე ეს არის ჩვენი შეიძლება ითქვას უბედურების მიზეზი ჩვენი პასიურობა საკუთარი თავის არ დაფასება და არ დანახვა იმისა რომ ჩვენ ამ სახელმწიფოს ნაწილი ვართ და ვიტყვიან დიდი ოჯახია ეს სახელმწიფო და ჩვენი ოჯახებით ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვართ, რომლის კეთილდღეობაც ჩვენი კეთილდღეობაა. ესაა უმნიშვნელოვანესი ამის გაცნობიერება. დიახ, ნამდვილად. მაი არ შემიძლია არ კითხოთ განსაკუთრებით ასევე ეს თემა მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება განათლების საკითხთან დაკავშირებით. აგერ რამდენიმე დღეა, ხომ? ჩვენმა მოქალაქეებმა დაამთავრეს სკოლა, ახალგაზრდებმა და ისინი იწყებენ ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადიან და რა დავახვედრეთ ამ ბავშვებს. გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ ბევრი ახლობელი ყავს ჩვენს გარშემო, რომლებიც ვეღარც სასურველ უნივერსიტეტს ირჩევდნენ, მათთვის მოსახერხებელ ქალაქს და ასე შემდეგ. ბევრი ბარიერები შეხვდა. ეს არის რასაც ვთქვათ განათლების სფეროში არ ჩახედული ადამიანი დაინახავს, თქვათ რამდენიმე დაიჩივლა, ასე ვთქვათ, ჩემს გარშემო, რომ სამართალმცოდნეობა უნდოდა ჩემთვის, მაგრამ გორის უნივერსიტეტში აღარ არის და სამწუხაროდ დედაქალაქში ვერ შევძლებთ ფინანსურად, რომ გააგრძელოს სწავლა. და ეს არის რაც კიდევ ვიმეორებ, რაც განათლების სფეროდან არა, უბრალოდ გარედან ჩანს და პატარ-პატარა პრობლემებს ხედავენ. აი მე მინდა თქვენგან ეს არის თუ არა ეს რეფორმა და რა გამოწვევა კიდევ ვიმეორებ ამ სიტყვას სად აღმოჩნდით ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმასთან დაკავშირებით სად აღმოჩნდით მაია რა მივიღეთ ასე ვთქვათ ძალიან ცუდი რამე მივიღეთ აღმოჩნდით დიდ გაუგებრობაში განათლების სფერო ეს არის ის სფერო რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებას ცვლილებების შეტანას, ოღონდ მუდმივად არ ნიშნავს, რამდენი მინისტრიც მოვა და რამდენი ხელისუფლებაც მოვა, იმდენი რაღაც ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელოს. სახელმწიფოს უნდა გქონდეს თავისი სტრატეგია, ის რაც დაიწყო წინა ხელისუფლებამ განათლების რეფორმის სახით, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, რა თქმა უნდა, იყო ძალიან ბევრი ნაკლი, რომელიც გამოსწორებადი იყო და ნაბიჯ-ნაბიჯ აი პროგრესი წინ წავიდა განათლების სფეროში.
მაგრამ ეხლა ის რაც დაანონსეს კი არა უკვე პრაქტიკულად განახორციელეს კიდევაც ეს არის შეიძლება ითქვას აი პირდაპირ განადგურება ამ სისტემის ისედაც ძლივს ფამფალებდა რომ იტყვიან და სულ ზღაფავდა იმიტომ რომ ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოღონდ არა ის რაც გააკეთეს მთელი შრომა რაც ჩადებული იყო და 2006-7 წლებიდან დაიწყო ეს რეფორმა იგივე ის ბოლონიის პროცესი რომელიც მნიშვნელოვანია რას ნიშნავს ხო ეს რომ საგანმანათლებლო სისტემა რომელიც აი ამ ბოლონიის პროცესის წესდების მოთხოვნების თანახმად არა მარტო საქართველოში ევროპაშიც მიმდინარეობს ეს ითვალისწინებს იმას რომ თან ხვედრა უნდა იყოს განათლების სისტემის კრედიტების რაოდენობა ანუ სასწავლო საგნების მათი ასე ვთქვათ ხანგრძლივობა და ასე შემდეგ თემატიკას არავინ არ გიკონტროლებს შენ რას ასწავლი და როგორ ასწავლი ასე რომ ვთქვათ ამ პროცესის ამ ბოლონიის პროცესიდან გამომდინარე შენ არჩევს შენი ინტერესებიდან შენი სამეცნიერო ცოდნიდან უნარებიდან და ასე შემდეგ თავისთავად ეს მოიცავს იმას რომ საქართველოს უმაღლესი განათლება და არა მხოლოდ ზოგად საგანმანათლებლო საშუალო სკოლა და ასე შემდეგ მიბმული იყო ამ პროცესზე და ჩვენი სკოლა დამთავრებულები თავისუფლად აბარებდნენ მერე სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებში და ეს ძალიან კარგი იყო ისევე როგორც ჩვენი ბაკალავრები ან მაგისტრები ან მაგისტრანტები აგრძელებდნენ სწავლას ან უამრავი საშუალება იმის არის იმისა რომ გრანტი სასწავლო გრანტის წყალობით რომელსაც ევროპა გასცემს ევროპული საგანმანათლებლო და არა მხოლოდ სტრუქტურები რომ აიმაღლონ მათ შორის ეს მხოლოდ სტუდენტებს არ ეხებოდათ მასწავლებლებსაც პროფესორ მასწავლებლებსაც კვლევითი პროგრამები უამრავი ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ თელს აი ამ დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ვიყავით აი ამ განათლების სისტემის ფერხულში ჩაბმული ერთი სიტყვით. სამეცნიერო სიახლეები იყო თუ სხვა რამ, ძალიან აქტიურად მონაწილეობდით და ძალიან ბევრმა სტუდენტმა მიიღო აი ამ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. ზუსტად აი ამ სისტემის წყალობით და მათ შორის მეც და ჩემმა კოლეგებმაც. სხვათა შორის იზოლირებული განათლების სისტემაში ჩვენ მქონდა SSRK-ში, რომელსაც კარგი არაფერი არ მოგვცა და გონია რომ საბჭოთა კავშირის და რუსული განათლების სისტემა არის საუკეთესო დედამიწაზე მეტი არ არის, ну ასე ფიქრობს საზოგადოების ნაწილი, ისულაც არ იყო რუსული და ეს წმინდა პრუსიული და გერმანული ვარიანტი იყო რუსების მიერ გადმომღერებული სხვადასხვანაირად იმან თავისი დრო ამოჭამა, იმიტომ რომ ის იმპერიის ინტერესებს ემორჩილებოდა და ამიტომ არის საჭირო ღიაობა ზოგადად. თუმცა ეს კონტროლირებადი პროცესია და მინდა შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ ქართული განათლების სისტემა, როდესაც ჩვენს დამოუკიდებელი ქონდა ეს, მაგალითად ძველ დროზე ვამბობ, აი ჯერ კიდევ ის დავით აღმაშენებელი ძალიან მოგვიყვარს. დამსახურებულად ხო მის მიერ შექმნილი ეს აკადემიების სისტემა გაცვლა გაგზავნა ახალგაზრდების მემატიანე როგორც წერს და ისინი უკან ბრუნდებოდნენ განათლების მიღების მერე და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა და თქვათ იგივე ბიზანტიაში არსებული განათლების სისტემა ისე როგორც დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში არსებული სისტემა თანხwebdriverში იყო ანუ საგნების რაოდენობა და სისტემა ანუ არ იყო ეს მოგლეჯილი და რაღაცა მე ჩემთვის უნდა ვიმღერო და სხვა არ მაინტერესებს იმიტომ რომ მეცნიერება და განათლება ეს რაღაც პროცესია ცოცხალი პროცესია ერთი ნაბიჯიც რომ ჩამორჩა ეს ჩვენ გავიარეთ უკვე და აღარ გვინდა უკან მიბრუნება არ ვიცი მე მუდმივად ძველ ველოსიპედზე რატო ვჯდებით არ ვიცი ეს ჩვენ მოგწყვეტ ცივილიზებულ სამყაროს ძალიან დიდ დახს დაასვავს ეს მალე გამოჩნდება იმიტომ რომ ნუ 3 წელი ბაკალავრიატი და მით უმეტეს მაგისტრატურა 1 წელი აი წარმოუდგენელი რაღაც არის ვერაფრით ვერ გებულობ რა უნდა მოასწავლონ რა უნდა ისწავლონ გასაგებია იმ პროგრამებს ვაივაგლახით ჩამოვაკელით შევასწავლე სეკვესტრირებულია მოკლედ მაგრამ შედეგი იქნება სავალალო ის კი არ უნდა შემცირებინათ სასკოლო სწავლების დონე უნდა ამაღლდეს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არ მოწონთ რასაც ხშირად ვამბობ ხოლმე რომ საჯარო მოხელეს უნდა აეგრძალოს კერძო სკოლაში შვილის მიყვანა იმიტომ რომ მისი ხელფასი არ შეიძლება წვდებოდეს იმ ხელა გადასახადს და საერთოდ არ უნდა კონდეს იმის საშუალება რომ კერძო უფლებაც კი კერძო სკოლაში ატაროს შვილი და საჯარო სკოლა უნდა გახდეს პრესტიჟული და შესაბამისად
კარგი შედეგიც დაიდება. ასევე მისაღები გამოცდები ძალიან დაბლა იყო დაწეული ეს ბარიერი. კატასტროფა იყო. უბრალოდ სულ მიკვირდა როგორ შეიძლებოდა აი მაგალითად პირობითად 20 ქულა მიიღო სტუდენტს ქართულში და ის სტუდენტი გამხდარიყო აბიტურიენტს უკაცრავად. იმიტომ რომ საქართველოში არის სახელმწიფო ენა ქართული ენა, რომელზეც არის სწავლა-განათლება და ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. საბედნიეროდ. და სახელმწიფო ენის არცოდნა არის ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ვერ ისწავლი ვერაფერს და ვერ გაკეთებ. და ამიტომ არა მარტო ქართული ენა იქ უცხო ენაშიც, ყველაზე ცუდი რაც ყველაზე ცუდი მოხდა, ეს არის რომ უნარების გამოცდა გააუქმეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაღაც გარკვეული ხასიათის გამოსავლენად შეეძლო თუ არა აბიტურიენტს, ქონდა თუ არა უნარი ანალიზის, გაგების, აღქმის და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ლექს კარგად ვამბობდეთ, შეიძლება რაღაცას კარგად ვხატავდეთ, მაგრამ უმაღლესი განათლება გაცილებით მეტია, ვიდრე რაღაც დიპლომი, რომელსაც საამაყად ავაფრიალებთ მერე. და ეს შედეგი, სავალალო შედეგი ჩვენ წინ დაგხვდება სამწუხაროდ და პროგრამებიც, რა თქმა უნდა, სასკოლო პროგრამების დასახვეწია შესაძლებელია, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა დაიწყეს ამის გაკეთება. სამწუხაროდ ესეც არ მოგვცემს კარგ შედეგს. სახელმწიფო სკოლა, ნებისმიერი სახელმწიფო და საგანმანათლებლო სისტემა, ნებისმიერი სახელმწიფოსი ქმნის მოქალაქეს. მაგალითად, ამერიკის საგანმანათლებლო სისტემა ქმნის ამერიკის მოქალაქეს, საფრანგეთის და ასე შემდეგ, ხო? საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი რაც არის, სახელმწიფო უნდა ქმნიდეს საქართველოს მოქალაქეს, ქმნიდეს ცუდი ნათქვამია, ანუ საგანმანათლებლო სისტემა ისე უნდა იყოს აგებული, რომ გაიაზრებდეს ბავშვობიდან რა არის სახელმწიფო, რა არის მოქალაქეობა, ვინა ვართ საერთოდ ეს ქართველები მართლა ეს რაღაცა ზღაპრულ-მითიური ხალხი ვართ თუ რეალობაში რა შეცდომები გვაქვს დაშვებული, რა კარგი გვაქვს გაკეთებული, რა უნდა გამოვასწოროთ, საერთოდ რა პრეტენზია გვაქვს და უნდა გქონდეს თუ არა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან რთული საკითხია და ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და წევან თქვენ ახსენეთ რომ არაპროფესიონალების გაკეთებული რა თქმა უნდა რომ ვიღაცის უკაცრავად ამ სიტყვაზე ხუშტურებზე არ შეიძლება რაიმე რეფორმა გატარდეს არც საგანმანათლებლო არც ეკონომიკური არც სამხედრო არც სასამართლო და ასე შემდეგ. ნებისმიერი რეფორმა უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში სისტემების გაუმჯობესება, საგანმანათლებლოს, სასამართლოს და ასე შემდეგ, პირობითად. იმიტომ რომ ამ სისტემებმა უნდა იმუშაოს და უნდა იყოს ეროვნულ ინტერესზე მორგებული. ჯერ კიდევ ძველ დროში იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა, რომ არც ერთი კანონის მიღება, გადმოღება, უფრო სწორად სწორი არ იყოს, სხვაების კანონს გულისხმობდნენ საკუთარი ინტერესების და ანუ საზოგადოების მოთხოვნების და შესაძლებლობების გაუთვალისწინების გარეშე. და ჩვენ რა გვჭირს ახლა ესე ბრმად არც უნდა გადმოვიღოთ და არც იმას ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ველოსიპედი ვიგონოთ მუდმივად. გამოცდილების გაზიარება ეს ერთი ნაბიჯია სწორი გადაწყვეტილების და პროგრესისკენ. უღრმესი მადლობა მაია საინტერესო საუბრისთვის, თქვენი შეფასებებისთვის. დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ და გილოცავთ ხვალინდელ დღეს, დამოუკიდებლობის დღეს და წარმატებას გისურვებთ თქვენ, პირად, პროფესიულ და ჩვენს ქვეყანას. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო მაია ქრივიშვილი, პროფესორი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ისტორიკოსი. მე კი მომდევნო გადაცემამდე დაგემშვიდობებით.